თბილისში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა. ცენტრი დამოკიდებულ პირებთან ერთად 14 ბენეფიციარზეა გათვლილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც ადაპტირებული. იქნება ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება ადამიანები მოვიდნენ ყოველგვარი ოფიციალური პროცედურების და მსხვერპლის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღონ მთელი რიგი სერვისები, როგორიც არის მაგალითად ფსიქოლოგიური დახმარება, როგორიც არის შედარებით მცირე ამბულატორიული სამედიცინო დახმარება და საჭიროების შემთხვევაში იგივე ადვოკატის დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათ მიიღონ თავშესაფარი. ნაშრომი იმყოფებით თბილისში პირველი კრიზისული ცენტრის გახსნაზე, რომელიც შესთავაზებს ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს დახმარებას და უფასო მომსახურებას, ეს ცენტრი ასევე არის მიღწეული პროგრესის კარგი ილუსტრაცია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან პოზიტიური ტენდენციაა და ჩვენ გვჯერა, რომ ის გაგრძელდება, როგორც გითხარით, ეს არის პირველი ცენტრი და რა თქმა უნდა, საჭიროა კიდევ ბევრი მუშაობა ამ მხრივ.